ეს მოტოსფეროა რუსთავის კარტინგის ტრეკიდან. თუ შენი ოცნება გამოხვიდე მოტომრბოლელი, ახლა აქ ისეთი ამბავი ხდება, რაც აუცილებლად ბოლომდე უნდა უყურო, იმიტომ რომ მე განახებ შენ საშუალებას, რომელიც ამ ყველაფერში დაგეხმარება. ჩვენმა მეგობარმა კომპანია Pitstop-მა შემოგთავაზა სრულიად ახალი ესეთ მინი ჯიპის მოტოციკლეტები. ეს არის აი პარალელი რო გავავლოთ, როგორც ფორმულას იწყებენ კარტინგებით, აი ეს არის ზუსტად მაგ კარტინგების ესე ვთქვათ, თანასწორი მოტოციკლეტებში რა, ზუსტად ამით უნდა დაიწყო მოტოციკლეტის მართვა და ტრეკზე სიარული რა, რომელიც არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც არის იდეალური საშუალება იმისთვის, რომ ივარჯიშოთ, დახვეწო შენი სკილები, მით უმეტეს აი ესეთ პატარა ტრეკზე, სადაც უფრო მეტად გააქვს იმის საშუალება, რომ განავითარო საკუთარი თავი. ასე რომ დარჩით ბოლომდე და აუცილებლად დეტალურად განახებთ რა როგორ და რანაირად მოხდება დღეს აქ და რა შეგრძნებებს დაგვიტოვებს ეს მოტოციკლეტები და რა ვიცი. იმედია რომ ყველაფერი ჩაივლის ძალიან კარგად. ბევრ წაქცევასაც ვნახავთ ალბათ დღეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ სასიამოვნო იქნება ეს ყველაფერი. ცოტა ქარია, მაგრამ ყველაფერი იქნება იდეალურად. ხან რას ფიქრობ ამ რაღაცეებს? რაც უფრო კარგს გავაკეთებ, მით უფრო კაი იქნება. ვერთობით რა, საბავშვოა მინდია. გუნდა კეთდება. ცოტა ქარი უბერავს, მაგრამ აიქით შეიძლება ვერ წავიდეს ჩემი მოტოციკლი. თიქარის საწიდა აღდებათ. ახლა გვაქვს შანსი ადამიანებს, რომლებიც მიხანას ვერაზროს ვერსად ვერ გავასწრებდით, აქ რაღაცა პატარა შანსი ჩნდება. ასე რომ კარგი საშუალება არის და მე ვფიქრობ, რომ კაია, რა უნდა გამოდიოდეთ ბევრი და სიმაღლე იგებს. სიმაღლე პატარა უნდა იყო ალბათ. ბიჭო, არც ისე რა. ხო? ხო, უფრო მაღლები უფრო წვებიან და დაყვიდა ერიკასტები. აი მე მაგ ეხა მაგის მუღამი რომ ღვაზე რაკიდან იმენა აი ესე რო გადმოწვევი და ვიღაცა მინდა რომ იქ დადგეს და კაი ფოტო გადამიღოს. ბარონამ არისო კაი ფოტოები იქნება. ხო? ძალიან კარგი. მე აქ დავდებ ძალიან მაგარ ფოტოს როგორ შევდივარ დაწვენილი მოსახვევში. ვაფშე გაჩერებულს დავაყენე. ეს ხო მსუბუქია. და ფოტოს გადავ. მაგარ ფოტოს შემოგთავაზებთ დღევანდელ ვიდეოში. ცოტა აიც და ეგ არის. კი, მაგას მე ავამოძრავ. ავედი, всё, ჩვენ უნდა ვიაროთ ეხა არა ხსალია. აო? უფასოდ უნდა მოგწე. აბა всё, ველოდებით საჩუქრებს. შენც ხო გიქნა? ხო, აბა. всё, 2 წალი. 2 წალი. ბავშვისთვის მოიცადე. всё, 2 მოტო, 3 მაშინ. ხო, 3. 3 მოტო გვინდა Pitstop-ისგან რომ ესე გამოვიყვანოთ და გვაჩქონ რა. დავკმაყოფილდებით ამჯერად 3-ზე. და ჩემპიონატებსაც ჩავატარებთ. კი, 3 უეჭველი გამოვალთ. არება როგორ უნდა? ცეპლენიას, ანუ გაზს გადაუჭერ ბოლომდე და ცეპლენიას გაუშვებ უცებ ხელს. ნეიტრალში. ხო. აი, წინა ვიდეოში რო გითხარი, წრიულზე იარებეთ კი. ჩამიმანიფესტე, კი, ხედავ რამ ხელა ძალა მაგ. ანუ თუ დავილეწე შენებრალია. მაგაზე აღარ მიფიქრია. რატომ აკისრებ ამ პასუხისმგებლობას მე? ცოტა დაფიქრებს, ეს ვინ არის, იცით? კიდეც სახელი და გვარი გითხრათ ამის. რა შვები, აბა, აპირებს სიარულს. ვაპირებ რომ გავტესტო, მაგრამ ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ მარცხენა მხარეს არაფერი არ აქვს. ალო, სადაა კონუსი? მაგრამ ეს არ მიხუბრია როგორ დავატაროს, კონუსს ვერ ვხედავ. ეს ავტომატიკაა. დანარჩენები მექანიკაა. კაი. ეს ერთი ცალი არის? ისე დამწყებებისთვის რა. всё, გასაგებია. ის უკვე სერიოზული არის. ის სხვათა შორის 200-იანია, მაგრამ მაგრად დადის. აბა რაც იზავს, ანუ იმისთვის არის რომ მოემზადო პროფესიონალ დონეზე, ასე რომ. ხო, მე მგონი რომ სახალისო იქნება. აუცილებლად. და ვის ყავს ეს მოტოციკლეტები, ხო არ იცი? მე მგონი Pitstop motos ესე გავიგე. მეც ეგრე გავიგე სხვათა შორის, ასე რომ თუ გნებავთ ამ მოტოციკლეტების მონახულება, შეძენა და გატესტები და მთელი ამბები შეგიძლიათ მეკითხოთ Pitstop motos. პირველად ვიკატავებ და იმედია უკანასკნელი არ იქნება. მეც მაგის მჯერა რომ ბიჭო, მაგრად გაგისწორდება მე ესე მგონია რა. კი, და მე აუცილებლად გადმოხვალ უკვე დიდ ტრეკზე დიდ მოტოზე. რომ მაყურებლები არიან და იტყვი, აბა, არიცი. არ ვიცი, მეგობრ, მაგა არ ვიცი. ჩაფხუც მაგიტო არ იხსნი ხო? ნახე, დამალული არის ბოლომდე, არ ჩანს ვინ რეალურად არის. რო ვთქვა, მზე არის და სათვალე არ მაქვს და თავი ირეკლავს, მოწვის. და ჩემი თვალები ვერ უძებს ახლავს ეს და მაგ. აი, მაგით უნდა იყოს ჩემსავით შავი, ჩვენ არ ვიწვევით შავები, ჩვენ პირდაპირ რაღაცეებში ფერი გვეძლება. აი, დიახ, რაღაცეებში. ღმერთისგან ნაბუძების საჩუქარია. კი ბატონო. სულ შევხვდებით ტრეკზე. ერთი ორი წრე რომ ყრი არა ისე, ანუ რომ მე ცოტა რაღაცაში
ძალიან საინტერესო აქტივობა იყო, რომ მე როგორც გამოუცდელი ადამიანი არ წრიულზე ყოფილვარ არასდროს. არ მივარჯიშია. მithumetes ესეთი პატარა მოტივით, რომლითაც რეალურად ცოტა თამაში შეიძლება იგორიჩო, ძალიან ვისიამოვნე. ძალიან კარგი დღე იყო და მადლობა ესეთი აქტივობის პისტობა მოტოს. შეხედულება. ცოტა. ისე რომ ხშირად გავაკეთო? ფასისკენ ხო არ გადმოხვალ უფრო. იცი რა არის? მე რო ფუძლიერ მოტოზე ბევრად დიდი სიჩქარეა და მე არ მიყვარს სიჩქარეზე მანევრირება. ამიტომ შეგვიძლია ვაკეთოთ რაღაცები. ამ სიჩქარეზე სიამოვნებით დავრჩებოდი, რომ უბრალოდ როგორც ასე ვთქვა, სკილი, უნარი განმევითარდეს. მაგრამ როგორც სპორტი არ მივარჯიშებდი. აი, მაღალ სიჩქარეზე არ მივარჯიშებდი, იმიტომ რომ იქ ვაფშე სხვა რისკებია რა და არ მიყვარს, აი სიამოვნებას არ მანიჭებს. რაღაც რისკები სიამოვნებას მანიჭებს. მაღალ სიჩქარე დიათ არა. მაგრამ ძალიან კარგი იყო, ძალიან სასიამოვნო. ამ წონას რო ესეერევა, ეხა პატარა ბავშვის რავი 30 და 40 კილოს საერთოდ რავი. ასე რომ კარტინგებია რა, ოღონდ მოტოსი და ძალიან მაგარია. უფრო რთული კარტინგები შეგვიძლია ეგრეთ. კი. შენც ჩვენთან ერთად იარე და კი, მე მგონი ძალიან კაი დღე იყო და პირიქით ეს აქტივობა თუ უფრო მეტ სიხშირეს მიიღებს, მე მგონი უფრო მეტი ხალხიც მოვა და გასართობი ხო ძალიან მაგარი იყო რა, ანუ იმ ხრო ყველას უხარია ეს ყველა მოსახოვში ეს გიჟურად შევარდნა ასე შემდეგ და ბევრად მარტივია, ნაკლები რისკია, გეშინია, უფრო მეტ ზურისკავ, ხო? არ გეშინია უფრო სწორად რა და მე მგონი გასართობად ძალიან მაგარი სათამაშოა რა, ბაიკერისთვის რა. მეც აი დიდი სიამოვნებით. ამბანის გასაგებად კიდე მით უმეტეს ძალიან მაგარია. ამაში კიდე თუ დაინერგა და მოიტანა მოთხოვნა ის რომ შეჯიბრით ჩატარდეს, მე მგონი კიდე უფრო მეტად საგიჟეთი იქნება ამდენი კაცი ერთად რომ დასტარტავს მოსახვევში, ძალიან დიდი ექშენი იქნება მე მგონი რა. კი, არ სანახაობრივადაც ძალიან მაგარი იქნება მაყურებლისთვისაც და ჩვენც უფრო მეტად გავერთობთ აი რა. ზუსტად ეს ტრეკი მაგისთვის ძალიან მაგარი არის რა. თან ანუ პატარა სივრცე არის, ხა იგი ტრეკზე არ არის ხოლმე მაგის ფუფუნება, რომ ყველაფერს უყურო და ადევნო თვალი და აქ ერთგან რო დადგები ყველაფერს ხედავ საერთოდ რა. და აი, რავი, ჩემი აზრითაც ძალიან მაგარი იქნება და იმედია მივალთ იქამდე, რომ აქიდან დავიწყებთ. ჩემსავით და სხვებივით კიდე ვინც ტრეკზე დავდივართ. სწორი ეგრეა. ხო, 600-ით და litrით არ მოგვიწევს. ანბანი უნდა ისწავლო და მე რა თქმა უნდა გადახო. ხო და ესა ზუსტად ეგ ანბანი და მაგრამ მიხარია და რავი, იმედია რომ ბევრნი ვიქნებით. ხო და არა ამ მოტოებით. საკმაოდ ბევრნი ვიყავით და ვინც იყო მე მგონი ყველა მაგრა ისიამოვნა და ძალიან კაი გართობა იყო რა. მადლობა რომ ესეთი დასამახსოვრებელი და მხიარული დღე შემოგთავაზეთ იმასთან ერთად რომ გავიგეთ ამის გემოც. всё, შეგიძლიათ თქვენს თუ დაგაინტერესათ, თუ მოგეწონათ ეს ყველაფერი და მით უმეტეს თუ გინდათ რომ ქართველი მარკ მარკესი გამოხვიდეთ, ან ბანაია, ან რავი როსი, ვინც გინდათ. მიხვიდეთ პიტსტოპში, გამოაგოროთ ეს მშვენიერი მოტოციკლეტი და აი კარტინგის ტრეკზე დაამუღამოთ და ისწავლოთ ყველაფერი, რაც კი ეხება ტრეკს და თქვენი სკილები უფრო მეტად განავითაროთ და მიხვიდეთ მართლა რაღაც იმ პიკამდე და რაღაცნაირად ოდესღაც ხო უნდა დადგეს ის დრო, რომ ქართველებიც გავიდეთ ამ სპორტში, როგორც დანარჩენ სპორტებში და აი ესე თუ დაიწყებ და აქედან თუ დაიწყებ, უფრო დიდი შანსი არის მაგ ყველაფრის. აბა 1-2 სიტყვით ამ ყველაფერზე რა არის, როგორ არის ისთვის სიტყვი და 200 სიტყვითაც ძალიან კარგია, მართლა ძალიან კარგია. ჩვენი მოგონილი არ არის, ეს არის უკვე იმათ მიერ გავლილი გზა და იმათგან უნდა ავიღოთ მაგალითი. უცხოეთში ეს ყველაფერი ბევრად უფრო მეტად არის განვითარებული ვიდრე ჩვენთან და ეს არის გარდაუვალი ეტაპი. ეტაპიც არა, იმიტომ რომ ეტაპად არ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს არის ის, რაც მოტომრბოლეს სჭირდება ყოველდღიურად ფაქტობრივად. ხორხე მარტინია, ისიც რეგულარულად დადის ამითი. ხო და ჩვენ, რავი, თუ ჯობი ვართ მაგათ, მაშინ არ ვიაროთ ეხლა და თუ თulit რაღაცა გვაქვს იმათგან ასაღები ავიღოთ მაშინ. ხო და ამითი დაწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ჩვენი დონისთვის ეს არის აი ზედ გამოჭრილი რა, იმიტომ რომ ფინანსურათაც უფრო გაწვდება ადამიანი, ტექნიკურათაც, რავი, ხარჯი ამას არ აქვს ფაქტობრივად არაფერი და
ამიტომ ყველას ვურჩევ და თვითონ ბაიკი ღირს გაცდებით უფრო იაფი ვიდრე სხვა ბაიკები 600-იანი თუ 1000-იანი, რომელსაც პრაგეზე გაიყვან და ერთ პატარა შეცდომას დაუშვებ და ის ბაიკი აღარ გაყოლება. ამიტომ ეს არის ისეთი რაღაცა, რისი წაქცევა შეიძლება და უცბათვი აღდგენა და წყობში მოყვანა. ამისი საბურავი იმდენად არ იცვითება, იმიტომ რომ სიმძლავრე არ აქვს იმდენი, რამდენიც ჩვენ ლიტრიანებს და 600-იანებს აქვთ. ამიტომ ყველა მხრივ, ყველა ჭრილში ეს არის ძალიან კარგი განვითარების საშუალება ჩვენთვის. ხალხისგან ესეთი აზრი, რომ ძალიან ძვირია ეს მოტოსპორტი, კი, გეთახმები, ძალიან ძვირია. იაფი თუ გინდათ, აგერ ეს არის იაფი და ძალიან კარგ რაღაცებს გასწავლით, რასაც მე დიტრეკზე გამოიყენებთ ძალიან კარგად. ამიტომ გირჩევთ ყველას და მამუკას არხი გამოიყენებთ ჯიგრებო. გაიხარეს. ძალიან მაგარი იყო მამუკ. აი ესეთი საქმე არის ქვეყნისთვის გაკეთებული. ეს არის ქვეყნის სპორტის განვითარებისთვის გაკეთებული. ყველამ ძალიან მაგრაია რა, აი მართლა და გაოცებული ვარ იმ დონეზე მაგრაია რა ყველა ვითარდებით ამით და რა ვიცი, აი დაწყებული გიორგიდან, ჩიქოვანიდან, რომ გააკეთა ეს ყველაფერი, აგერ ერიკა მიუძღვება ამ ყველაფერს, თქვენ რა პოპულარიზაციასაც აკეთებთ, რომ მოყავთ ამდენი თვალი და მხარი, ყველაფერი არის დასაფასებელი და ყველა ერთად ვიზავთ ისეთ რაღაცებს, რომ აქ მერე, უკვე სხვა გარემო იქნება რა, 20-25 კაცია ეს მხრებ მიდებულები მოსახვევში ხოვაზე. так что მე გვალოს შეგობ მამუკ შენს აი აქ ვიტყვი უბრალოდ მაგას რომ ვიცი აქ რაღაცა სიტუაციები არის რაღაცეები მაგრამ მინდა რომ ტრეკზე იმონაწილეო იარო იმიტომ რომ ისეთი ხოდი და ნიჭი და ისეთი აი როგორ გითხრა რა ტვინით ისეთი გახსნილი ჭკვიანი ტიპი ხარ რომ ეგ ჭირდება ტრეკს მადლობა ეგ ჭირდება ტრეკს ნუ გამაწიქრე არა bro არა გულით გეუნები ტრეკზე ჭკვიანი კაცი კარგად დადის ხოლმე რა სლად ისეთი ტიპი ხალხი ვერა ბოზე ხარ და შენ კიდე იმენა მაგალითი ხარ მაგ ბევრ რაღაცაში როგორც დაიწყე და როგორც მაგ სიტყვებისთვის ხარ ჯიგარი ხარ რა სიტყვით რასთან დაკავშირი რა ხდება რა აი ამ ყველა რა ხდება რა რაღაც ვიცია საეჭო ვითარებები რო არის აქ და რაღაც საეჭო ხალხი საეჭო ტექნიკით რო დადიოდა ცოტა ხანი საეჭო ტრეკზე რა ხდება საეჭო მიმართულებით ხო საეჭო მიმართულებით ერთმაია მე მგონი ვიცნობ ყველა დავდიოდით არასწორად და ერთი წავიდა სწორი გზით კი აი ეგ არის დღეს მარტო ანუ მე სერიოზულად რომ ვთქვათ ხურმის garaში მარტო მგონი რომ ისტორიული დღეა იმიტომ რომ კარგ ღონისძიებას კი არა კარგ მიმართულებას ჩაეყარა საფუძველი და აქედან დაიწყება მგონი აი აღმასვლა რაც გვინდოდა რომ სპორტი განვითარებული იყო იმიტომ რომ იყო რაღაც საწყის პერიოდი რაღაც ენთუზიაზმი მაგრამ გამოაკვდა ენთუზიაზმი და უკვე უსვლა დაიწყე და აი ხა ჩამოვიდით ფსკერზე და უკვე საძირკოს ვქნით იმისთვის რომ ყარი ნაბიჯები წინ წავიწიოთ და უკვე ეტაპობრივად განვითარდება და მართლა დარწმუნებულია რამოდენიმე წელში სოფლიო ასპარეზზე გავლენ ქართველი რაიდერები ჩვენ საქართველოს სახელით რა ასე რომ ძალიან მიხარია და რავი ბოლომდე აქ ვარ რაც შემიძლია რითიც შემიძლია რომ სიტყვა შევაწიო რავი საქმით იქნება თუ სიტყვით არ აქვს მნიშვნელობა მიხარია რომ აქ ვარ პირველ რიგში და გახები ყველაფერში რავი ძალიან ყველა მის დღეს აქ იყვნენ ჩემი აზრით ისტორიას წერენ ხო აი და ამ ყველაფრის თავარი შემოქმედი არის pit stop moto რომელიც ყალობითაც აი ამ ყველაფრის საშუალება დღეს იყო და აწიც იქნება უფრო მეტად გვექნება იმ საშუალება რომ რაღაც თუნდაც გამოვიყვანოთ საქართველოს რაღაც კეთდება ნუ კი ეგ ეგრეა ამ სპორტში მე მგონი ეს კომპანია და მე ამაყი ვარ რომ ამ კომპანიასთან აი ეს მეგობრობთ და თანამშრომლობთ ძალიან მიხარია რა იმიტომ რომ მართლა საუკეთესოები არიან იმიტომ რომ აი უხეშად რო თქვა რა ბიზნესო არ არის მარტო რა ეს ყველაფერი რა საქმეა და იმედი მაქვს რომ თუნდაც იგივე ბიზნესის კუთხით იქნება თუ ენთუზიაზმის კუთხით სხვა კომპანიები შემოგვიერთდება იმიტომ რომ როცა იქნება ესე ერთობლივად თუნდაც ჯანსაღი კონკურენცია რო წავა ისევ რას არგებს საერთო საქმეს არგებს ეს ყველაფერი წინ წავს და იმედია სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან სპონსორების დაინტერესდებიან უკვე რა იმიტომ რომ მართლა ძალიან ნიჭიერი ერი ვართ რა მე მაგის მჩერა და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი იკარგება იმის გამო რომ თქვათ არ აქვს საშუალება თავის ჯიბიდან დადოს ფული ეგრევე 600-იანებში 1000-იანებში გამოდის და თან აქ თუ შეიქმნება კლუბები და განვითარდება რაღაც ეს კულტურა და კლუბებს ექნება საშუალება რომ პატარა რაიდერები გამოზარდონ რომელიც მერე დაფინანსდება თუნდაც იგივე ფედერაციის მიმართ თუ კერძო სპონსორის მიმართ ასე აიწყება საქმე რა დიდი მადლობა წარმატებებს ნილოს არხი გამოიწერეთ ბიჭო ნილოს არხს დავტოვებ აღწერაში შეგიძლიათ გადახვიდეთ ძალიან საინტერესო კონტენტი აქვს ვისაც გაინტერესებთ შიგნიდან ეს ყველაფერი შეგიძლიათ გამოიწეროთ აგერ ქალბატონ ნილოს არხი
რომელიც ეს რბოლებშიც ბიჭებში ერთი გოგოა ხოლმე YouTube-ზეც ეგრე გამოვიდა, მე მგონი სხვა ქართველი მოტოვლოგერი არ აყვავს, ყავდა, მაგრამ წავიდა ის საზღვარგარეთ და ასე ხო გამოიწერეთ აუცილებლად მილოს არხიც. ჩვენ კიდე რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. Yeah. Hey, what is up? Living off the edge like a barber lining up. Just another day and another dollar, bruh. I'm dialing in, just count it up. Another win, can't get enough. Watch me pivot in a clay for my love. Pisces, I live in a leg and I love it. Garden, yeah, I got the swing with the club. Hole in one. Well, now you need some drive, get a license. Or you get caught up downtown way too enticing. Dark days, brighter lights in the night. Ay. Keep it cool, play it right, skip the bison. Kick it dope, getting into the end zone. Kick it dope, getting into the end zone. Kick it dope, getting into the end zone. Ay. Kick it dope, getting into the end zone. Darling, that's another hustle play. Vitamins, doing more than one a day. I just get it off the muscle. Gotta run it in off the shuttle. We can't even talk about it, especially when your boys ain't even being solid.